უკვე 7 ოქტომბრიდან ჩვენ ვუთმობთ ჩვენს წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლს, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატებსა და მათ პროგრამებს ეძღვნება. პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატი რადიო თავისუფლების დიდის ეთერში საკუთარი პროგრამით წარსდგება. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ პარტია სამართლიანი საქართველოს ლიდერი სერგო ჯავახიძე, პრეზიდენტობის კანდიდატი ნომრით 3. დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონო სერგო სტუდიაში სტუმრობისათვის. საკმაოდ ვრცელი არის თქვენი საპრეზიდენტო პროგრამა. მისი მთავარი სლოგანი, მესიჯი, ასე ვთქვათ, არის ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ოჯახი არის. თქვენ გაპრეზიდენტების შემთხვევაში არაერთ ინიციატივას პირდებით საზოგადოებას, ეს იქნება მონეტარული პოლიტიკაში ცვლილებები, იგივე ეკონომიკის განვითარება, სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდით დავიწყოთ სულ თავიდან სოციალური სფეროს მიმართულებით. კონკრეტულად რა პრიორიტეტები გაქვთ განსაზღვრული, რა ინიციატივებს შესთავაზებთ საზოგადოებას თუ კითხვა პრეზიდენტი გახდებით? მისცემები რადიო თავისუფლების მსმენელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს პრობლემა, სოციალური პრობლემა ვიდგან ქვეყანას უდრას და საბოლოო ჯამში იქამდე მივდივართ, რომ ნებისმიერი არჩევნების წინ ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები თვითმმართველობის, ეს იქნება საპარლამენტო არჩევნები თუ ეს იქნება საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ დაპირებებს, ვისმენთ სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე სხვადასხვა მოსაზრებებს, მაგრამ თუმცა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პოლიტიკური სპექტრის მოღვაწეობით რა პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ქვეყანაში ვუყურებთ კიდევ მეორე უკანასკნელი 20-22 წლის განმავლობაში რეალური შედეგი არც მათ დაპირებებს, არც მათ გამარჯვებებს არჩევნებში შედეგი არ მოუტანია. თქვენ მოუტანთ შედეგს? ზუსტად ამიტომ არის ჩემი დამოკიდებულება ასეთი, თქვენ ახლა ჩემი სლოგანი ახსენეთ და მინდა გითხრათ, რომ ეს არა მარტო სლოგანია, ამ 4 სიტყვაში ძალიან ბევრი რამეა ჩადებული, მათ შორის ის პარტიის იდეოლოგიაც, რა იდეოლოგიითაც და რა დამოკიდებულებითაც მინდა ჩვენ დაპირებები და არა ჩვენი დაპირებები, არამედ დაპირებებში ყველა კარგია, ყველა მაგარია, ყველა ძალიან კარგი პროგრამა აქვს, განსაკუთრებით ქართული ოცნების პროგრამა, მაგრამ საბოლოო ჯამში მის შესრულებაზეა დიდი პრობლემა. ჩვენ კარგად ვიცით და მსმენელმა ძალიან კარგად ნებისმიერი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების განვითარებული ქვეყნების სიძლიერე დგას ამ ქვეყნის მოქალაქის სიძლიერეზე, ამ ქვეყნის მოქალაქეების ოჯახების სიძლიერეზე, შესაბამისად ჩვენც კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის ოჯახის კეთილდღეობა ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და რადგან ჩვენ ქვეყანაში ვუყურებთ იმას, რომ რეალურად არ არსებობს საშუალო ფენა და რეალურად არ არსებობს ამ საშუალო ფენის თქვათ ფინანსური უზრუნველყოფის არც ერთი წყარო, აქედან გამომდინარე ჩვენ სლოგანში ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ოჯახია, ნათლად ჩანს, რომ პირველ რიგში სახელმწიფოს იდეოლოგია უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ მისი ნომერ პირველი საზრუნავი, მისი უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს ადამიანი და მისი მოქალაქე. როგორ აპირებთ დიახ ძალიან მოკლე მესიჯებით გეტყვით. არ შეიძლება ქვეყანაში ველაპარაკოთ რაღაც პროგრამულ პრიორიტეტებზე, არ შეიძლება ველაპარაკოთ რაღაც ციფრებზე და დაპირებებზე, როდესაც პოლიტიკური ნება არ არსებობს. პოლიტიკური ნების არ ქონა გამოიწვია ქვეყნის ამ პოზიციამდე მოყვანა. ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ რისი პოლიტიკური ნებაც გამოიჩინა ხელისუფლება, იქ საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადაიღო. ხედავთ, რომ ციხეში 25,000 ადამიანის ნაცვლად 10,000 ადამიანი, ხედავთ სასამართლოს ლიბერალურ დამოკიდებულებას, ხედავთ გარემოშორის უწყების დამოკიდებულებას საზოგადოებასთან, მაგრამ სხვა დანარჩენ სფეროებში ჩვენ არავითარი პოლიტიკური ნება ვერ დავინახეთ, რომ განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა იმ მიმართულებით, განვითარებული იყო და პოპულარიზაცია გაწეოდა ქართულ პროდუქციას და მისი რეალიზაციის ბაზრები მოძრაებული იყო თუნდაც ქვეყნებში პირიქით. ჩვენ დავინახეთ იგივე დამოკიდებულება საავადმყოფოდ კვერცხების დიდი იმპორტი და საკუთარი წარმოების ჩაძირვა. ჩვენ დავინახეთ ის, რომ დღესაც საქართველოში ხორცის ექსპორტი შეადგენს 80%, დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ ნებისმიერი იმპორტული საქონელის
საქონლის მონოპოლიზება ისევ დარჩენილია და შეცვლილია უბრალოდ ნაციონალური მოძრაობის ლობისტები, ქართული ოცნების ლობისტები. როგორ აღიარებთ აი პრობლემას? ძალიან მარტივ რაღაცა ჩვენ ხაზეთ რადგან ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ ვიზარდეთ. პირველ რიგში გლეხი უნდა დადგეს ფექსზე შესაბამისად ქართულ პროდუქციის პოპულარიზაცია და ქვეყანაში შემოსული პესტიციდებით სავსე პროდუქციის სასურსათმო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მისი შეჩერება ოღონდაც რა თქმა უნდა კანონიერი მეთოდით. ეს არის ხარისხის ინსპექცია, რომელიც ამას ძალიან ადვილად დაარეგულირებს და ეს არის საბაჟოზე კანონმდებლობის ცვლილება, თუნდაც იქ ამ ფორმით, რომ სანამ ქვეყანაში არსებობს მარაგები, თუნდაც 20% ქვეყნის უზრუნველყოფის, მანამდე ის პირობები, რა პირობებითაც შემოდის უცხოური პროდუქტი, იყოს შეფერხებული ან გაძვირებული მისი საბაჟო ტარიფი. ეს ძალიან მარტივი იყო, ეს ამაში გამოიჩენდა ქვეყანა პოლიტიკურებას და დავინახავდით, რომ გლეხს მეტი мотиваცია ექნებოდა. мотиваცია გლეხს არ უჩნდება ვაუჩერის მიცემით. გლეხს არ უჩნდება мотиваცია, როდესაც გზაზე გავრით და დავინახავთ მექანიზაციის გამოფენებს, თითქოს აი ამით ხდება მთელი საქართველოს სასოფლო სამეურნეო მიწების დამუშავება. გლეხს უნდა ჰქონდეს мотиваცია, მან უნდა იცოდეს, რომ გააკეთებს რეალიზაციას, მან უნდა იცოდეს რეალიზებიდან ამოღებული თანხა იქნება ღირსეული თანხა. არა მარტო ამ საკითხს, ჩვენ ვლაპარაკობთ საშუალო ფენის შექმნაზე, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას, ამაზეც ანალოგიური პრობლემები გვაქვს. რამდენიმეჯერ თქვი, ქვეყანაში მეც და თქვენ საქართველოს მოქალაქეები, თქვათ ხორცს პროდუქტებს, რომლებსაც ვიყენებთ, ანუ ნაწარმს, თქვათ ძეფრი იქნება, თუ ხედავთ, რომ ქართული წარმოებისაა. მაგრამ რეალურად ხედავთ, რომ იმის უკან თუ გავიხედებით, დავინახავთ, რომ მისი მომწოდებელი ნახევარფაბრიკატი და ხორცი უკვე იმპორტულია ინდურია ან საიდანაც რომელიღაც ქვეყანა. ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ თქვათ ფერმერობას შევუწყოთ ხელი და იგივე ბიზნესის აქსიომა არის და საშუალო ბიზნესი და მით უმეტეს მცირე ბიზნესის განვითარების გასაღების ბაზარი. გასაღების ბაზარი ადგილზე გვაქვს, მაგრამ ხედავთ რეალურად სხვა შედეგებს. ამიტომ ამის პოლიტიკური ნება თუ არ იქნება, მაშინ იქნება ისევ ის მონოპოლისტები, ის ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ამას წლების განმავლობაში და დღესაც გააგრძელებენ. ბატონო სერგო, მე მინდა გკითხოთ თქვენს საგარეო პოლიტიკაზე, საგარეო ურთიერთობების სფეროს თქვენს პრიორიტეტებზე, დასავლეთი იქნება ეს, რუსეთი იქნება ეს, იგივე ნატოსთან ნატოს პოლიტიკა. ჩვენ მარტივი მესიჯით მივმართავთ საზოგადოებას და ვამბობთ, რომ რასაც ვერ გავაქცევით და ეს აუცილებელი ეს არის, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ევროკავშირში ინტეგრაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე გვაჩნია, ხოლო რაც შეეხება რუსეთის მეზობლობას, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანას ვერ გადაიტანს ატლანტიკის ოკეანის იქეთ, ანუ ჩვენ დავჭერთ რუსეთის მეზობლად, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე პოლიტიზირებული ოლიმპიადის ფონზე იგივე რუსეთის პირველი სანიტარის ონიშენკოს დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ და ორი ბოთლი ღვინისა და ორი ბოთლი მინერალური წყლის საპასუხო ტერიტორიების დაკარგვას ჩვენ არ ვაპირებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე სანამ რუსეთი არ გახდება მეტად დემოკრატიული და სანამ მედინაერასი არ წავა რუსეთის მმართველობიდან, უნდა შედგეს ყოველგვარი კომუნიკაცია, იმიტომ რომ რაც უფრო ხშირად შევდივართ რუსეთთან პირდაპირ კომუნიკაციას გულისხმობ და არ მედიატორობით, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მთავარია, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა უნდა იქისრონ მედიატორობა რუსეთთან ურთიერთობაში, პირდაპირ კომუნიკაცია დარწმუნებულია, რომ აუცილებლად უნდა შეწყდეს თუ არა და მივიღებთ იმ შედეგებს, რა შედეგებსაც უკვე უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ვხედავთ. რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობას, როგორ იქნება თქვენი პოლიტიკა? იცით რა არის, ჩვენ ნატოზე როდესაც ვაპარაკობთ, რამოდენიმე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგალითად ფინეთის მაგალითი, როდესაც ფინეთმა უარი თქვა ნატოზე, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ გაეფუჭებია, მით უმეტეს მათ აქვთ იგივე კონფლიქტი კარელეთთან დაკავშირებით, მაგრამ დააკონსერვა ეს თემა და ნატოს თემა გადადო, მაგრამ ფინეთის შემთხვევაში ფინეთს არ აქვს ისეთი სტრატეგიული მდებარეობა, რომ ეს პრობლემა გააკეთეს. საქართველოს კოლექტიური უსაფრთხოების გარეშე თავს ვერ გაართვეს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ჩვენ ვხედავთ სხვა რომელიმე ორგანიზაციას, რომელსაც ამისიის კისრება შეუძლია, ალბათ ნატო იქნება პრიორიტეტი და ნატოში ინტეგრაცია ქვეყნისთვის ეხლა ქვეყნის თავდაცვის უმაღლიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ბატონო სერგო, როგორ არის თქვენს პროგრამაში, საარჩევნო პროგრამაში გაწერილი კონფლიქტების მოგვარების საკითხები, როგორ იქნება თქვენეული ხედვა ამ მიმართულებით? იცით რა არის, მე ცოტა ხმამაღალი განცხადება, მაგრამ ვიტყვი, რომ ის პოლიტიკოსები და ის ჩემი ოპონენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ მოგვარებენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას,
ამ ეტაპზე საქართველოს მომავალში ეს არის ტყუილი დაპირება და მე მინდა რომ საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის და ძალიან კარგად ხედავს ჩვენ არ ვაკეთებთ ტერიტორიული ფრიალობას ჩვენ ამას გავაკეთებთ ეს არის გამოდელი მდგომარეობით აბსურდული დაპირება და ეს არის ძველი პოლიტიკური ხრიკები რომლებსაც ჩვენ გავუპირებთ და არ ვიყენებთ არასოდეს იმ მოძრაობრივ პოლიტიკურ მეთოდებს რასაც სხვა ჩემი ოპონენტები ან სხვა პოლიტიკური სუბიექტები აპირებენ მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ალბათ აუცილებლად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩარევა ალბათ ასევე უფრო მეტად სახალხო დიპლომატია აფხაზ დაოსმებთან და უფრო მეტი კომუნიკაცია არაპოლიტიკურ დონეზე ამ etapზე მე ვფიქრობ რაღაცა შედეგებს გამოვიდა და ალბათ შესაძლებელია ინტერნეტზე საუბარი რომ რაღაცა ნაწილი ტურიზმის დაბრუნებაზეც ვილაპარაკოთ იყო ხოლმე საქართველოში პერიოდი მაგალითად სამაჩაბლოში ოსეთში ლუდვიგ ბიროვის მმართველობის დროს საკმაოდ კარგად დაალაგდა ეს ურთიერთობები იყო მისვლა მაგრამ 2008 წელს ყველაფერი ისე უკან დააყო ბატონო სერგო და ბოლოს თუ რამდენიმე წამში რომ ჩავედიოთ ასე ვთქვათ რატომ უნდა მოგცეს თქვენ საზოგადოებამ ხმა ანუ რა არის ის მთავარი საკითხები რის გამოც უნდა აგირჩიოთ თქვენ შევეცდები ძალიან მოკლედ სულ რამდენიმე წამში მე ვფიქრობ რომ ჩვენო სარეკლამო როლებმა ჩვენმა წარმოებულმა კამპანიამ რაღაც სიახლეს შეიტანა ქართულ პოლიტიკაში მე ვფიქრობ რომ ქართულ კაცს სიახლის არიშინია და მე მგონი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის სტერეოტიპი რომ დაპირებებით და ეს ადამიანების ლიდერობანით არ უნდა იყოს არჩევნები გაკეთებული ადამიანებმა უნდა მიიღონ არჩევნები იმის მიხედვით რომ როდესაც ადამიანები პირდებიან და არ უსრულებენ რაღაც დაშლის მექანიზმი ერთადერთხელ ეწევა საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციური უფლებით 4 წელიწადში ერთხელ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და დღეს არის ის დრო როდესაც ალტერნატივა მე მგონი ძალიან ჭირდება ქვეყანას